ხმას უღრმესი მადლობა მეგობრებო მართლა უკვე მეორეჯერ ვარ ზეთისეთ აუთსაიდერი და მერიდება ხალხნო მერიდება რომ საერთოდ რამე მოწოდება გავაკეთოთ თქვენთან ან საერთოდ ვინმესთან ოღონდ მართლა უკვე რა კარგად დაინახეთ კოალიცია როგორ დამსვა სკამზე კიდევ ერთხელ ერთი თვია ლორენცო ჯავახა ანასტასია როცა მარიამი იყო მარიამი ერთი თვია ერთი და იგივე ადამიანს აძლევენ დროშას ამის მერე რა ვიცი კიდევ თუ გაგიჩნდებათ ეჭვი რამეს არ ვიცი ნამდვილად მუზების გადაწყვეტილებას რაც შეეხება ეს არის მეგობრობის მაგალითი იმის მიუხედავად რომ მე ისეთი აღელვებული ვიყავი და ამას არ მოველოდი რომ მეთქი გოგუებო ეს რატო გააკეთეთ მე უკვე იმდენად ვარ ხალხო ანუ ამ სამართლიანობაზე რომ ჯავახა ისე მიდის ფინალამდე ერთხელაც არ მჭდარა და იმდენ შეცდომას უჩვენებს და იმდენ რაღაცას აკეთებს რაც მაგალითი არ უნდა იყოს ჩვენი მაყურებლისთვის მის მაგივრად მე მოქმედებ ანუ ჯავახამ და ლორენცომ ერთმანეთს არაკაცი ეძახის ღმერთო რა არ ეძახის რა არ გააკეთეს ჯავახას გოგოს როგორც თვითონ ამბობს რა ვიცი ძალადაო ფსიქოლოგიურად რა არ გააკეთაო და დროშას არ აძლევს ხალხნო ანუ სხვებზე არის დამოკიდებული წარმოიდგინეთ ვიღაცამ ხო შეიძლება გადაწყვიტოს რომ არ მისცეს ლორენცოს დროშა ანუ ლორენცოს სკამზე შეიძლება არც მჯდარი იყოს სხვები რომ არა და ჯავახა თავის გასაკეთებელს არ აკეთებს უბრალოდ ლაპარაკობს მე რატო გიკვირთ ნუ მიგზავნით რა ძალიან გთხოვთ იმას რა ქვია ვერ ჩაგრთავთ და მე ჯავახა ზე რო ვამბობ რომ ფეიკია ყველანაირად ადამიანი და ფეიკი ურთიერთობა ქონდა რატო უკვე ვერ ხვდები ანუ სულ მარტო დატოვა მთელი კვირა მარიამი და ლაივზეც არ იყო და აქ კიდე ლორენცოს პროსტა სიტყვებით ავყეფავს და ანუ საქმეს არ აკეთებს მოქმედებას არ აკეთებს მის მაგივრად მე გავაკეთე და ამაშიც კი მადანაშაულებს ხალხნო ესეთი რამე თქვენ გაგიგიათ და ძალიან გთხოვთ მუზებზე ჰეითი ნუ არის იმიტომ რომ ეს გოგოები არიან მეგობრობის მაგალითი და ანუ საერთოდ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოგვიწევს სკამზე დაჯდომა. ჩვენ ორი თვია აქ ვართ. უსამართლობა არ არის ორი თვე ნერვები რომ ვიწყვიტეთ და მთელი ამბები ახალი მონაწილეები რომ ამატებიან. ეს არ არის უსამართლობა. როგორ ფიქრობთ? და ის უსამართლობა მხოლოდ ისაა რომ დავითის სკამზე ზის. მე საერთოდ არ მინდოდა დავითის სკამზე დაჯენა. მე ძალიან მინდა რომ დავითი დაბრუნდეს პროექტში. ძალიან კარგად ვარ მის მიმართ განწყობილი მართლა გულით გეუბნებით. საერთოდ არ მინდოდა. მაგრამ უსამართლობას რო ვიძახით, არ არის. უსამართლობა ის არის, რომ ორი თვე ნერვებს ვიშლით და ახალი მონაწილეები შემოდიან უკვე ასე ორი თვის მერე. რეალურად ეს არის უსამართლობა. ხო და ჩემო მეგობრებო. მოკლედ. არ ვიცი როგორ მოგიწოდოთ რა. მართლა თუ არ დაგეზარება და თუ გინდათ ჩემი აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, დამიმესიჯეთ მესენჯერზე ფასიან ზარებზე იმ ადამიანებს უღრმესი მადლობა წინაზე ვინც დამირეკეს და დამიმესიჯეს იმიტომ რომ მე არც კი მithქვამს ერთი სიტყვა ფასიან ზარებზე ისე იყო შემოსული ეს ფასიანი ზარები ეხლა შესაბამისად მე ფასიან ზარებზე ვერაფერს ვერ მოვუწოდებ რომ დამირეკონ ან დამიმესიჯონ და მესენჯერში კიდე კი იცით როგორ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ლელუშენი ფანი ვარ უღრმესი მადლობა ხალხნო ძალიან მაძლიერებთ მართლა მე კი მეუბნებიან რომ მხოლოდ მე გულშემატკივარი არ მყავს ამათთვის ესია რა რომ შენ გულშემატკივარი არ ყავს შენ მარტო მუზების ლაშას ქუთაისელების დიასას გულშემატკივრებით გახდი ხმის ლიდერი და მე ამით ვამაყობ რომ ეს ადამიანები ჩემი მეგობრები და გულშემატკივრები მე მხარს მიჭერენ ამითაც ვამაყობ და ძალიან დიდი მადლობერი ვარ მაგრამ ვიცი რომ თქვენც ხართ და ლაშიკო მოვიდა მადლობა ყველას მეგობრებო ეხლა გახსენებდით ყველას ჩემს ლაივში თქვენს ხო და მე ვიცი რომ თქვენ მყავხართ და მე ვარ აი მართლა მადლიერი ამ პროექტის რომ ამდენი ადამიანის გულშემატკივარი გვერდში მიდგას ჩემი მეგობრები გვერდში მიდგანან და ეს ადამიანები სხვათა შორის მე და მუზებს ქუთაისელებს და მე საერთო გულშემატკივრები ყავს ამის აღნიშვნაც მინდა ესე არაა მხოლოდ რა აი მხოლოდ მუზების გულშემატკივრები საერთო გულშემატკივრებიც ყავს ჩემო მეგობრებო და რომ იწერთ ხოლმე ემიგრანტებს არ ახსენებთო მე მერიდება ეს ემიგრანტების ხსენება სიმართლე გითხრათ მერიდება მე მათ მოვიხსენებ როგორც ჩემს გულშემატკივარს
ყველა ჩემს გულშემატკივარს მადლობას რომ ვიხდი და გეფერებით აქედან ამაში ემიგრანტებიც იგულისხმება და საქართველოს მოქალაქეებიც ვინც ახლა არიან საქართველოში ყველას უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის მართლა ვიცი რომ რაღაცა ჰეითი არის. ой, რაც შეეხება ოსტრზე ჩემო მეგობრებო, იმდენად ცუდი სკრინები ვრცელდებოდა, რომ მარიამს აშავებდნენ, ჯავახას აშავებდნენ და ეს იყო უბრალოდ დადგმული იუმორით, რომ პირიქით არ ყოფილიყო ეს რაღაცა და გადაცემაშიც ნახავთ, რომ ჯავახაც ღადაობს ამ თემაზე და ეს იყო უბრალოდ იუმორი და მეტი არაფერი და იმედი მაქვს ამას გაიგებთ. მუზების გადაწყვეტილებაზე რაც გითხარით უკვე რომ მესმის და მათთვის იყო ეს ძალიან რთული და ძალიან ძნელი ვერ მიხვდით თქვენ როგორ განიცადეს, მაგრამ თქვენს მეგობარს რო ესე გვერდში დგომა დასჭირდეთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით. იმ მომენტში ნახეთ ხო მე როგორ გავფრასდი მუსებს. როგორ გავფრასდი, მაგრამ რო დავფიქრდი მე, ანუ შენს მეგობარს რო გვერდში დგომა ჭირდება, ანუ როგორ არ დაუდგები, რაც შეგიძლია იმას გააკეთებ, ხვდებით? და აქედან გამომდინარე ადამიანურ თემაში და მათმა ძალიან ბევრი ბოდიში მოუხადეს დავით, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ისიც უსამართლობა ორი თვერო ხარ აქ და ნერვებს იტანჯა, რავი, იწყვიტავ და აღარ ვიცი ადამიანს აღარ გავხარ სახე გაქვს სახეული და ორი თვის მერე ახალი მონაწილეები შემოდიან ძალიან ჩვეულებრივად უკვე გაცხელებულ თამაშზე, რეიტინგ დადებულ პროექტზე და ასე შემდეგ. ესეც არის, ისიც არის, რომ შეიძლება ეთქვათ, რომ აი არაფიქსირებს ას საკმარისად იქ არ ერთვება, აქ არ ერთვება. ამ ყველაფრის გამო გიორგი პარიზი იჯდა აუთსაიდერობის კამზე. ესე თუ შევხედავთ, მაგრამ გოგოებმა გულწრფელად თქვეს ის, რაც თქვეს და ამის გამო ძალიან გთხოვთ, არ იყოს ჰეითი მას და ძალიან გთხოვთ რა. ვიცი რომ სხვა მონაწილეების გულშემატკივრება შეიძლება ეს ცუდად გამოიყენონ. მეც არ ვითანხმები იმას, რომ დავითია, მე ძალიან მინდა დავითი დაბრუნდა სახლში, მართლა გულით მინდა, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ადამიანი კარგია, რაც ვიცნობ და როგორც ვიცნობ, ძალიან კარგია. რა შემიძლია ვთქვა კიდევ ის რომ ასევე მინდა ვთქვა რომ ლორენცოს პროვოკაციები რა თქმა უნდა გრძელდება ეს იქნება და თუნიაზე ეს იქნება სხვა რამეზე არ აქვს მნიშვნელობა მისი მიზანი მხოლოდ ისაა რომ მე და დიას ან წაგვაჩხუბოს არ რაღაცა ჩამოვაგდოს ჩვენ შორის მაგრამ ეს არ მოხდება შესაბამისად იმიტომ რომ ჩვენ მას დასრული ადამიანები და ერთად ერთმანეთთან ვართ ბედნიერები და კარგად და დანარჩენს გვიჩვენებს დრო როგორ იქნება და რა იქნება ყველაფერი შეიძლება კარგად იყოს შეიძლება არ იყოს ეს ჩვენ წინასწარ არ ვიცით მაგრამ ჩვენ გვინდა რომ კარგად იყოს რაც შეეხება იმ ედიტებს რაზეც მნიშვნელოვან და რაზეც რაღაც აპელირებას აკეთებენ და ასე შემდეგ ხალხმა 36 წლის მამაკაც თავის ცხოვრებაში სხვა ქალები თუ ყავდა მე ამაში ცუცვეროფერს ვერ ვხედავ ჯერ აქედან დავიწყოთ და იმით გავაგრძელოთ რომ სრულიად ნორმალურია მე არ მაინტერესებს მისი ძველი ცხოვრება და ძალიან მთხოვთ ახლა ყველა ქალი ვინც კი ყოლია როდესმე არ იმას მიქნათ რა ანუ არ მაინტერესებს აი მართლა გულით გეუბნებით აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს რომელიც დიასთან ურთიერთობაში იყო მე ვუსურვებ წარმატებას იმიტომ რომ რატო უნდა ვუსურვებ ცუდი ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს ჩემი ყოფილების ანუ ყოფილის ვინც იყო და როგორც იყო იმის ალბათ ეხლანდელი გოგოც დიდი იმედი მაქვს რომ ჩემსაც აი ესე ბედნიერებას და წარმატებას მისურვებს ასე რომ არაფერი არ არის იმაში ცუდი რომ ადამიანს მანამდე მყავდა სხვა და ასე შემდეგ, მაგრამ ორივე გადაწყვიტეს რომ დაესრულებინათ და მე ამაში არაფერ შუაში არ ვარ ხო? და ჩემზე შესაბამისად ესენი საერთოდ არ მოქმედებს არაფერი. კიდევ რაზე გეჭორაოთ? მუზებზე უდიდესი ჰეითია, ძალიან გთხოვთ, გაამხნევეთ მუზები რა, აი ძალიან გთხოვთ ხალხნო რა. ჩემზეც უდიდესი ჰეითია რაღაცა უაზრობების გამო და შესაბამისად რაც უფრო ცოტა ვჩებით ხალხნო, უფრო მეტი ხმის ამოღება გვიწევს. ხვდებით, უფრო მეტი რაღაცა კონფლიქტებია, უფრო მეტი ინტრიგებს ხლართავენ და გიწევს ამ ხმის ამოღება. მე ამ პროექტში ხო ყოველთვის ჩემს სიმართლეს ყველა ვერ ხედავდა. ვინც ხედავდა ის ადამიანები არიან ჩემი გულშემატკივრები დღემდე. ხო და ყოველთვის ვერავინ ვერ დაინახავ შენ სიმართლეს რა იდეალურად და ესეც მესმის ადამიანები ვართ თქვენს შორს ხართ აქ კიდე სხვა სიტუაცია გარედან რო ჩანს რაღაც სიტუაცია უი მეს რა ლაითი ამაზე რატო ჩხუბობენ ამაზე რატო კამათობენ აქ შეიძლება ისე რთულად იყოს იმიტომ რომ ჩაკეტილ სივრცეში მთელი ორი თვე ეს ნერვები ხმა აღარ გვაქვს მე საერთოდ ხმამაღალ ტონზე არ ვსაუბრობდი მეგობრებო კარგად იცით
როგორი მშვიდი ვიყავი რომ შემოვედი, მაგრამ აი ახლა მე თვითონ საკუთარ თავს ვამშვიდებ ხოლმე, მეთქი არ გინდა ის არ გინდა, მაგრამ ანუ ნერვებია ხალხო, მართლა გულით გეუნებით ძალიან რთულია ამ სიტუაციაში. ზოგჯერ იყო მშვიდი, ზოგჯერ არა უწიო ხმას, მით უმეტეს მამაკაცებს აქვს ქალებზე მაღალი ხმა და ზოგჯერ რო გინდა სიტყვა თქვა, ანუ მოგიწევს რომ მათ იქნებ დაეწიო მათი ხმის ტემპს, რო ხმა მაღლა რო საუბრობენ, იქნებ შენს დაეწიო, ხო ხვდები? და თქვა რაღაც არ ვიცი რატო არის ისე რომ ანუ თუნდაც ადამიანები რომლებიც აი მე ლელუ რატო ყვირის ხალხნო ხმა გვაქვს ჩვენს ქალებს ჩვენც უნდა ამოვიღოთ ხმა მე რა რომ ქალები ვართ ჩვენც გვაქვს ჩვენი ხმა და ქალები უნდა დავიცვათ კი ჩემი ბოლო ორი დროშა ფაქტობრივად იყო ზუსტად ქალურ სოლიდარობაზე რაზეც მაწვებოდნენ და რაზეც მაშავებდნენ რომ რატო ვიღებ ხმას ქალების დაცვასთან დაკავშირებით და ამით ხარას მეძახდნენ ხალ თვალთ მაგს მეძახდნენ და ხან რას მეძახდნენ ხარ არ მაინტერესებს მირას დამიძახებს მე საკუთარ თავთან ვარ მართალი როცა ვაკეთებ ამას და ყოველთვის გავაკეთებ ეს იქნება მარიამი პეტრე პავლე არ აქვს მნიშვნელობა როცა ვხედავ რომ არასწორი აუცილებლად დავაფიქსირებ ამ აზრს გამარჯობა ლოლო მოდერი მომეციო სათხარ ხო გაქვს მე მოდერი შენ აღვაქ როგორ არის მოდერი ეს მოიცდე ერთი წამით ბავშვებო მოიცდე კონფრიმ მოგეც ეხლა გეჭარავებით თქვენ მარიამი ამბობდა გუშინ მარიამი რას ამბობდა ხალხო არ მოინტერესებს იმიტომ რომ არა ადეკვატურია და არ მინდა ლილო კიდე ხმის ლიდერი გახდები რა ვიცი ბავშვებო თქვენ თუ არ დაიღარეთ ჩემო მეგობრებო და ადამიანები ვინც ხარში მიდგა ხართ არ ვიცი მე თქვენზე ვნერვიულობდი რომ ანუ უკვე მრცხვენია მე რამდენჯერ ანუ ესე და ალბათ რა არ ვიცი რა მოხდება რა ეხლა ყველას გონია რომ აი დავითი რადგან ახალია მას შეიძლება ამით შეიძლება მედაცული იყო ესე არ არის ჩემოკარგებო ზუსტად აი ამ ფიქრებში შეიძლება ხალხმა ისე აღარ დახარჯოს ის ენერგიები და აღარ დაიხარჯოს და მე საერთოდ გავარდი ამ პროექტიდან მით უმეტეს უკვე კარგად იცით როგორ არის არის უკვე ეს თემები რომ ჯავახა კლიკერებს ურთავს დავითს და შესაბამისად არც ის გამორიცხული დავითი ადგეს ხმის ლიდერი და აქედან გამომდინარე ყველაფერი მოსალოდნელო დღეს კარგ რაღაცას მოგიტანენო ვაიმე მართლა არას მომიტანენ მხარდაჭერა როგორ მოგცე ხმა მესენჯერში ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ზე მესენჯერი გახსენით ინგლისურად get started დაწერეთ ამოგიხდებათ ფოტოები და იქ შეგიძლიათ ხმა მომცეთ ჩემო მეგობრებო ლელო მიყვარხარ უღრმესი მადლობა ხალხნო ჩემი ხმა შენ იტალიიდან ძალიან დიდი მადლობა და ემიგრანტებო ძალიან გთხოვთ არ გამინაწყენდეთ მე თუ ესე არ ვახსენებ ემიგრანტები არ მინდა ამაზე გავაკეთო აქცენტი თქვენ ხართ ჩემი გულშემატკივარი და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ და როგორ ხართ მიამაყებით თითოეული თქვენთაგანი და უღრმესი მადლობა იმ ხარდაჭერისთვის რასაც მიჭერთ მხარს და უღრმესი მადლობა იმისთვის ხალხო რომ ხედავთ სიმართლეს და ხედავთ მე ვარ თქვენი ხმა მართლა ამ პროექტში მე ესე ვფიქრობ მე რო ვიჯდე ეკრანს მიღმა და აქ ამ სიტუაციებს ვუყურებდი მომინდებოდა აი რაღაცების თქმა ხვდებით და აი მაგ რაღაცების თქმა რო გინდათ და მაქედან თქვენ აქ ხმას ვერავის ვერ აწვდენთ ხომ აი იქ ხმა ვარ მე აქ მე ესე ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს რომ თქვენც ასე ფიქრობთ გთხოვდა მე ლელო დავითი თუ ადგა ხმის ლიდერი ლორენცო სამჯერ გადაარჩინა პროექტმა და მგონია ისევ არავინ არ იცის ხალხნო ეგ პროექტმა შეიძლება ადამიანი 4ჯერ და 5ჯერ გადაარჩინოს ასე რომ ეს არავინ არ იცის 30 ხმა მოგეცი უღრმესი მადლობა ჩემო საყვარლებო ანუ მაბედნიერებთ მართლა ცოტა რთულია მეორეჯერ უკვე არ ვიცი მაგრამ არა უშავს ჩემი ახლობლები საყვარელი ადამიანი მეგობრები ნათესავები ოჯახის წევრები თქვენ ჩემი გულშემატკივრები აგერ ემიგრანტები რომლებიც აქ მწერენ რა ვიცი მე თქვენი იმედი ყველასი მაქვს რაც იქნება ვნახოთ როგორი დამთავრდება ხვალინდელი ლაივი ძალიან საინტერესო ლაივი იქნება ჩემი აზრით მოულოდნელობებით სავსე 90 ხმა მოგეცი უღრმესი მადლობა
ლელუ გთხოვ ვიღარ წავიკითხე ლელუ თქმა მოგეცი 40 ჯერ მოგეცი ხმა უცნობი ძალიან დიდი მადლობა ლელუ მიყვარხარ შენი ფანი ვარ უღრმესი მადლობა აუთსაიდერია კი აუთსაიდერი ვარ შენსკენ ვარ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო აუ ეს უცხოელები მიგზავნიან ჩართვებს შერიგდით შენ და მუზები მე და მუზები ნაჩხურები არ ყოფილვართ მეგობრებო საერთოდ ვაიმე მე და მუზები ნაჩხურები არ ყოფილვართ ჩემო მეგობრებო უბრალოდ ის რომ დავითი დასვეს კამზე ამაზე გადავსიხდი გავწარდი მართლა და ლელო ის როლეც სადი იყო ნაცრისფერი სპორტული რო გაქვს მეც მინდაო რომელი ნაცრისფერი სპორტული აი მოდერი მომე თუ მიყვარხარ მეც მიყვარა ჩემი ვიდეო ნახე მომნიშნეთ ხალხი აი ცოტა ხნით მოგვწე ხლა ტელეფონი დიასას უნდა ვესაუბროთ თქვენ უნდა გესაუბროთ რაღაც ვიდეოები ვნახოთ ან ვერ ვასწრებ ხოლმე ყველაფერს ერთად რა უბრალოდ მე ხე შემოვედი იმისთვის რომ პირველ რიგში მოგიწოდეთ და ძალიან გთხოვთ მუზების ჰეიტს თუ ნახავთ სადმე კომენტარებში დაუკომენტარეთ ყველას რა რომ არ არის ეს ასეთის გასაგიჟებელი სიტუაცია ხალხო ეს არის თამაში ამ აქ სტრატეგიულად ხალხი თამაშობს რას მელაპარაკებით ჯავახამ რა გააკეთა ხალხო ანუ ლორენცომ და ჯავახამ ერთმანეთს არაკაცი რა არ ეძახეს და მე მომწეს წითელი დროშა ხალხო რეალურად რაზეც ანუ უნდა ხმა ამოიღოთ იმაზე ხართ გაჩუმებულები და ადამიანებმა რომ მეგობრობა ასე დააფასეს ამაზე არის ჰეითი ხალხო მე გადავებით სად ცხოვრობთ ადამიანობა რატო იკარგება და რეალურად რაზეც ხმა ამოსაღებია რომ ორმა მამაკაცმა რომელსაც ერთმანეთს რა არ ეძახეს ერთმა იმ შეყვარებულზე ფსიქოლოგიურად იძალადეო და მძლამის ვენები გადაიხსნა მეორემ არაო და იქ არაკაცი ეძახა და მთელი ამბები ეძახა და ორივე დგანან და მე მაძლევენ დროშას ხალხო მე ამაზე უნდა ამოვიღოთ ხმა იმაზე კი არა რომ მუზებმა საერთოდ ვინმე დასვეს კი დასვეს 2 თვის მერე შემოსული ახალი მონაწილე დასვეს ხო რა პრობლემაა ნებისმიერი დავჯდებით მაგ სკამზე ნებისმიერი და ძალიან გთხოვთ რა დაუდექით მუზებს მხარში მათზე რო ჰეითია ან ჩემზე თუ ჰეითია ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარები ამ ჰეითის ქვემოთ რომ რეალურმა ადამიანებმა დაინახო რომ თქვენ ხართ რეალურები ჩემი გულშემატკივრები ჩემი და მუზების ქუთაისელების დიასას ყველას ლაშას გულშემატკივრები ძალიან გთხოვთ არ მინდა რომ მოკლედ შემართებით იყავით რა ძალიან მეამაყებით ვინც ხართ ჩემთან და ძალიან მეყვარხართ. ახლა უნდა წავიდე, იმიტომ რომ ტელეფონს მალე წამართმევენ და დიასას დავფრიკა. ცოტას. კოცნით. მეყვარხართ. ეს არის შეება